წინა ვიდეოში ნახშირბადის და წყალბადის ბმას ვაკვირდებოდით, ერთ-ერთი ბმა გავარჩიეთ რამდენიმედან და ნახეთ, რომ დაახლოებით 3000-ზე ოდნავ მეტი იყო ტალღური რიცხვი, ანუ იმის შესაბამისი თუ რა სიხშირის სინათლის შთანთქმა შეუძლია ამ ბმას, მაგრამ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ სინამდვილეში დამოკიდებული არის ტალღური რიცხვი აქ იმაზე, თუ რა არის ჰიბრიდიზაცია ნახშირბადის. ანუ ამ სამ მაგალითს რომ დავუკვირდეთ, აი აქ გვაქვს ჰიბრიდიზაცია, SP ჰიბრიდიზაცია, იმიტომ რომ სამი ბმა არის აქ, სამი მაგი ბმა გვაქვს და 3300 არის ტალღური რიცხვი. ხო, ესე იგი გვაქვს ნახშირბადის, ეს რა არის? ნახშირბადის წყალბადთან ბმა, სადაც SP ჰიბრიდიზებული არის ნახშირბადი. შემდეგ აქ გვაქვს ორმაგი ბმა, ესე იგი ეს არის SP2 ჰიბრიდიზაციის მქონე, ანუ გამოდის რომ გვაქვს ნახშირბადის წყალბადთან ბმა და SP2 არის ჰიბრიდიზაცია და აქ გვაქვს ერთი ბმა, ანუ SP3 ჰიბრიდიზაცია არის აქ, ესე იგი ნახშირბადი წყალბადი SP3 ჰიბრიდიზაციის მქონე, ხო? ამოვწერე უბრალოდ, იმიტომ რომ რაღაც დამოკიდებულება მინდა ვაჩვენო მე ამათ შორის. და ეხლა როგორ აიხსნება ეს, რომ განსხვავებული არის ტალღური რიცხვები? აქ, ამ შემთხვევაში. გავიხსენოთ, რომ ჰიბრიდიზაცია, მაგალითად SP ჰიბრიდიზაცია გულისხმობს, რომ ამ ნახშირბადს აქვს ორი SP ჰიბრიდიზებული ბმა, ხო? შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ 50% არის S მახასიათებელი, ხო? რაც გულისხმობს იმას, რომ უფრო ახლოს იქნება ბირთვთან, კი არა და თვითონ ნახშირბადთან უფრო ახლოს იქნება წყალბადი, იმიტომ რომ ბმა იქნება უფრო მოკლე. რატომ? იმიტომ რომ თვითონ ბირთვთან უფრო ახლო არის S ორბიტალი და რადგან 50% არის მახასიათებელი, განსხვავებით აი ამ მაგალითად, სადაც SP2 ჰიბრიდიზაცია გვაქვს და მხოლოდ 33% იქნება S მახასიათებელი და აქ საერთოდ 25% იქნება S მახასიათებელი, ხო? 25% ეს მახასიათებელი. ესე იგი გამოდის, რომ ყველაზე მეტად ახლო ბირთვთან იქნება აი ამ შემთხვევაში ბმა, ხო? ანუ ბმა იქნება ბირთვთან ახლო, ცოტა უცნაური არის ღირს, მაგრამ თვითონ ორბიტალი ბირთვთან არის ახლო, რაც უფრო მეტი არის S მახასიათებელი ამ ბმაში. და ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი S მახასიათებელი არის SP ჰიბრიდიზაციისას, შემდეგ SP2 და შემდეგ SP3, ხო? და რაც უფრო ახლოს იქნება ბირთვთან ორბიტალი, ანუ ბმა იქნება მით უფრო მოკლე და რაც უფრო მოკლეა ბმა, მით უფრო ძლიერია. შესაბამისად გამოდის, რომ აქ არის ყველაზე ძლიერი ბმა და ამიტომ არის 3300. ამაზეც ვიტყვით ორ სიტყვას რატომ კორელირებს ასე, ან რატო არის ასეთი კავშირი. შემდეგ ნაკლებად ძლიერი ბმა, ანუ ესე იგი ეს უფრო ძლიერი არის ვიდრე მომდევნო 33%-იანი და ეს კიდევ უფრო ძლიერი არის ძლიერი ბმა ვიდრე 25%-იანი. და ამ შემთხვევაში ზუსტად ესე იკვეთება დამოკიდებულება, რაც უფრო ძლიერია ბმა, მით უფრო მაღალია ტალღური რიცხვი, ხო? და მოდი უცებ დავფიქრდეთ რატომ უნდა იყოს ასე. იმიტომ რომ აი თუ გავიხსენებთ ზამბარის ანალოგიას, თქვით რომ რაც უფრო ძლიერი არის სიხისტე, რაც უფრო მაღალია მეტია სიხისტე, მით უფრო ძლიერი არის ზამბარა და რაც უფრო ძლიერია ზამბარა, მით უფრო მაღალი არის რხევის სიხშირე. და ამ შემთხვევაში სიხისტის ნაცვლად გვაქვს უბრალოდ ბმის სიძლიერე და რაც უფრო ძლიერია ბმა, მით უფრო მაღალი არის რხევის სიხშირე და რხევის სიხშირე და ტალღური რიცხვი პირდაპირ პროპორციული სიდიდეები არიან, ამიტომ მით უფრო მაღალია ტალღური რიცხვი. შესაბამისად, აი აქ უფრო ძლიერი ბმა მაქვს და ამიტომ უფრო მაღალი ტალღური რიცხვი მაქვს. მოდი ახლა ამ ცოდნით აღჭურვილებმა, ავდგეთ და შევადაროთ ერთმანეთს რაღაცები და მთლიან დარჩანს. მგონია დავი. ხო, თქვით ტალღური რიცხვი წერია, მაგრამ არის ეგ გადამწყვეტი. მოდი ავდგეთ და პირველ რიგში შევადაროთ ალკენი და ალკანი ერთმანეთს, ანუ აქ გვაქვს დეკანი, ეს არის დეკანი, ათ ნახშირბადიანი ტიპია და ქვემოთ გვაქვს ერთი ოქტინი და პირველ რიგში რაც სასურველია ვქნათ და რაც დაგვეხმარება, არის რომ გავატაროთ ვერტიკალური ხაზი დაახლოებით 3000-თან. ანუ ესე იგი დაახლოებით აი აქ გავატარებ ვერტიკალურ ხაზს და ამისი იდეა არის ის, რომ ვიცით და წეღანას ვნახეთ, რომ ზუსტად აი 3000-ის ქვემოთ ძალიან ახლოს გვექნება ნახშირბადის წყალბადთან ბმა, სადაც ნახშირბადი არის SP3 ჰიბრიდიზაციის მქონე, ხო? და მართლაც ზუსტად მაგას შეესაბამება აი ეს სიგნალი და უბრალოდ მოსახერხებელი არის ეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად გვაძლევს ორიენტაციის საშუალებას სად ვართ და რას ვაკვირდებით, ანუ 3000-თან რომ გავატარებ, მაგასთან ახლოს თუ დავინახე ასეთი სიგნალი, ესე იგი ვიცი რასთან მაქვს საქმე, ეს არის ნახშირბადის და წყალბადის ბმა, სადაც ნახშირბადია SP3 ჰიბრიდიზაციის მქონე და ქვემოთაც თუ დავუკვირდებით, ზუსტად იგივე სიგნალთან გვაქვს საქმე. ეს არის და ეს. ახლა მეორე ვერტიკალური ხაზი, რომელიც
დაახლოებით სასურველიერი გავატაროთ სადღაც 1500-თან, ანუ ტალღურ რიცხვთან, გამოყოფს ერთმანეთისგან დიაგნოსტიკურ უბანს და ანაბეჭდის უბანს და თუ დავუკვირდებით ახლა ზედა შემთხვევაში, დეკანის შემთხვევაში, მეტი არც არაფერია დიდად მნიშვნელოვანი, ძალიან უბრალო გასაანალიზებელი გრაფიკი გვაქვს აქ. რატომ? იმიტომ რომ მარტო ასეთი ბმები გვაქვს, მარტო გვაქვს ნახშირბადის და წყალბადის ბმები, სადაც ნახშირბადი არის SP3 ჰიბრიდიზაციის მქონე და მეტი დიდად არაფერი. მაგრამ ახლა ქვემოთ თუ დავუკვირდებით 1 ოქტინის გრაფიკს, სპექტრალურ ანალიზს, მაშინ დავინახავთ, რომ აი აქ კიდევ ერთი სიგნალი გვაქვს, რომელიც არის დაახლოებით აი ეს თუ 3000-ია, 3100, 200, 300, დაახლოებით 3300-თან ახლოს, ხო? 3300 შეესაბამება დაახლოებით. ესე იგი, ეს არის მიახლოებით 3300 და შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეს არის ნახშირბადის და წყალბადის ბმის შესაბამისი, როცა ნახშირბადი არის SP ჰიბრიდიზაციის მქონე. ხო, ესე იგი, ეს მეუბნება იმას, რომ თან აქ დავუკვირდებით, ხო, აქ პირდაპირ ჩანს, რომ სამმაგი ბმა მაქვს და რაღაცაშია საქმე, რაში. იმაში, რომ SP ჰიბრიდიზებული უნდა იყოს, აი აქ მყოფი ნახშირბადი. მეტი არაფერი. ანუ აქ მაქვს ნახშირბადი და სამმაგი ბმა აქვს აქეთ მხარეს, ესე იგი, SP ჰიბრიდიზაციის მქონე იქნება და მოდი მივაწერ კიდეც, ეს არის SP ჰიბრიდიზაციის მქონე და აი აქ არის დაკავშირებული უბრალოდ წყალბადი. აი ესე. და აი აქ კიდევ ერთი სიგნალი გვაქვს, რომელიც ასევე აღსანიშნავია, ესე იგი, მიახლოებით გადის სადღაც 2100-თან და 2100-თან თუ გავიხსენებთ, ეს არის სამმაგი ბმა, როცა გვაქვს ორ ნახშირბადს შორის, ნახეთ ესეც, ეს არის 2100 დაახლოებით და ეგ შეესაბამება უბრალოდ აი ამას. აი აქ გვაქვს კიდევ ერთი ნახშირბადი და ეგ არის ეს სამმაგი ბმა. და მაგაზეა სწორედ საუბარი. ანუ რეალურად აი ეს მიგვითითებს მაგას. ნუ მარჯვენა მხარეს რა თქმა უნდა არის ანაბეჭდის უბანი, რომელიც უნიკალური არის თითოეული მოლეკულისთვის, მაგრამ ნუ მაგას არ დავაკვირდებით. ახლა დიაგნოსტიკურ უბანს ვაკვირდებით ჩვენ. მოდი ახლა შევადაროთ მომდევნო ტიპი, ესე იგი, დაახლოებით ესე. ისევ პირველ რიგში ავდგები და გავატარებ ამ ვერტიკალურ ხაზებს, ცოტა წესიერად რომ აღვიქვათ სად ვართ დაახლოებით. და მოდი დავუკვირდეთ ახლა აქ გვაქვს ალკინი, ეს არის 1 ჰექსინი და ნუ აი აქ პირდაპირ ხვდებით ეგრევე რომ არის ნახშირბადის და წყალბადის ბმა, ისე რომ ნახშირბადი არის SP3 ჰიბრიდიზაციის მქონე, მაგრამ ეხლა თუ დავუკვირდებით, აი აქ გვაქვს მაგალითად სიგნალი, რომელიც არის უფრო ახლოს 3100-თან, ხო? 3100-თან რა არის ახლოს? გავიხსენოთ. ნახეთ კიდეც ამავე ვიდეოში, რომ ეს არის SP2 ჰიბრიდიზაციის მქონე ნახშირბადი დაკავშირებული წყალბადთან, ეს არის ახლოს 3100-თან, ხო? და ესე იგი, ეს რაზე გვაძლევს ინფორმაციას? ან მოდი კიდევ ამ სიგნალსაც დავაკვირდები და ორივე ერთად ზუსტად პირდაპირ გვეტყვის, ნუ რასაც უყურებთ იმაზე ინფორმაციას მოგცემს. ანუ ეს სიგნალიც საკმაოდ გამოკვეთილია და თუ დავაკვირდებით, ჩამოდის სადღაც 1600-სა და 1700-ს შორის, ესე იგი, მიახლოებით 1600 700 ვწერდი შემთხვევით. 1650-თან არის ახლოს და ეს ნახეთ, ხო, ეს არის ორმაგი ბმა ნახშირბადებს შორის და ზუსტად მაგაზე იყო საუბარი, აი ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ აი აქ გვაქვს ორმაგი ბმა, SP2 ჰიბრიდიზაცია. ანუ ეს არის ისევ ძალიან თვალსაჩინოდ გვაჩვენებს ეს ყველაფერი ინფორმაციას, ნუ რა თქმა უნდა შედარებით მარტივი შემთხვევებია, მაგრამ მაინც ძალიან თვალსაჩინოდ და მარტივად გვეუბნება, რომ აი ამ ხაზს მარჯვნივ ძალიან ახლოს გაქვს სიგნალი, ესე იგი, ნუ ნახშირბადის და წყალბადის ბმა არის, ერთმაგი ბმა არის და არის SP3 ჰიბრიდიზებული ნახშირბადი. შემდეგ, აი აქაც თუ შევადარებთ, აი მაგალითად, აი ამ მწვანე ხაზს თუ გავაგრძელებთ და აი ამ ლურჯ ხაზსაც თუ გავაგრძელებთ, აი აშკარად ჩანს, რომ ძალიან კარგი შესაძლებელია, რომელ ჰიბრიდიზაციასთან გვაქვს საქმე, ანუ მკაფიოდ არის ერთმანეთისგან გამოყოფილი ეს ორი სიგნალი. და ბოლოს მოდი ახლა ავდგეთ და ეს ალკინი შევადაროთ არომატულ ნახშირწყალბადს. აი გვაქვს ტოლუონი და გავაერთიანე. ტოლუოლი ან ტოლუენი შეგვიძლია ორივენაირად თქვათ და ისევ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, ეს ვაკეთებდით, ჩამოუშვათ აქ 3000-თან დაახლოებით და დავინახავთ პირველ რიგში იმას, რომ ისევ დაახლოებით იგივენაირი სურათი გვაქვს როგორც ზემოთ, ანუ აქ არის ნახშირბადის და წყალბადის ბმა, SP3 ჰიბრიდიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოტა უფრო მცირე არის, მაინც გამოკვეთილია და მაინც წააგავს ზედა სიგნალებს და მაინც არის ახლოს 3100-თან. შესაბამისად, ეს
ისევ და ისევ უნდა იყოს, ანუ ზემოთ რაც მივიღეთ, ანუ თუ დაუკვირდებით, ანუ აქ ოდნავ უფრო განსხვავებული ხასიათია, მაგრამ მაინც საკმარისად გავს და მაინც ერთი არის ამ 3000 ტალღური რიცხვის ხაზის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ, ასე რომ გამოყოფა შეგვიძლია. ისევ წყალბადის ნახშირბადთან ბმა SP2 და მაინც საკმარისად ახლოს არის 3100-თან. ასევე მოდი ორმაგი ბმის უბანსაც დავაკვირდეთ. აი აქ ხომ თქვით რომ 1650-თან ახლოს იყო აი ეს და მართლაც ორმაგი ბმის შესაბამისი უბანია წინა ვიდეოში გავარჩიეთ კიდეც ეგ. და ეხლა საინტერესო რა არის არომატულ ნახშირ წყალბადებთან დაკავშირებით და რაც მიგვინიშნებს რომ მაგათთან გვაქვს საქმე არის ის რომ როგორც წესი უფრო ნაკლები, ანუ უფრო მცირე ტალღური რიცხვი შეესაბამება არომატული ნახშირ წყალბადების შემთხვევაში ორმაგი ბმის შესაბამის უბანს. ანუ აი ანუ ხომ თქვით რომ 1650-თან ახლოს უნდა იყოს ორმაგი ბმის უბანი, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ეს სიგნალები აი ეგ რაც გვაქვს მოცემული, აი ესენი შეესაბამება ნახშირბადთან ორმაგ ბმას და არის დაახლოებით 1600-დან 1450-1500-მდე რაღაცა ეგრე. ანუ ერთ-ერთი მახასიათებელი რაც გეუბნება რომ არომატულ ნახშირ წყალბადთან გაქვს საქმე ეგა. ანუ კიდევ მაგალითად ის რომ აი ასეთი რაღაც ჩნდება და აი ასეთი რაღაც ჩნდება რაც ზემოთ არ გვაქვს. ნუ ამ ვიდეოსთვის ძალიან ბევრი რომ დეტალებში გავარჩიოთ, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ როცა მით უმეტეს როცა უზარმაზარი მონაცემთა ბაზა არსებობს, თუ როგორი ნაერთები რანაირ სპექტრს გაძლევენ, მაგის მიხედვით ძალიან ცოტა მიჩვევის ამბავიც არის, ძალიან მარტივად შეიძლება მახასიათებლების დანახვა, რომელიც ეგრევე მიგინიშნებს რა ტიპის ნაერთთან გაქვს საქმე.